მშვიდობისა. ბავშვებმა გაიგვიძეს, ჩავაცვი. ანუ ბონი და ევას გულისხმობ. და ხა ვდგებით. ხა არის 12-ის 6 წუთი. ღია მშვიდობისა. ეს არის ჩემი პირველი ყავა, ჩემი მაგი და გამოიყვება იასი. მოდით ბაზა ვამართალე უკვე ყავა ტავლია. მილამაზი წელით. სანამ რაიმე შევჭამ. აი ასე. და იმიტომ რომ ნახე ეს ტანსაცმელი რო გაცვია, ის კიდე ის რომ აქ უფრო თბილია და უფრო კომფორტული, მაგრამ იმაში უფრო დიდი ვჩანვარ. ანუ რეალურად ეგენი რო გაცვია, ისე ჩანს რომ კი არ იკლებ, გეგონება მოიმატე. ნუ ახლა ზამთრის ტანსაცმელს ეგ ახასიათებს. აიღო ფიზო. და ვიცით ეგ რა თქმა უნდა, რომ ზამთრის ტანსაცმელს ეგ ახასიათებს. მოკლედ მოდი ახლა შევადგინოთ დღევანდელი გემრიელი ჩვენი დილის საუზმე. დღეს არის 29 ნოემბერი. გავიდა ნოემბერი. შვენიერი ნოემბერი. და მინდა პატარა ნაჭერი კომში კელა. პაწაწი. გამხმარი. სანამ საუზმეს ვიმზადებ. თუმღაც მომინდა კომში მიყვარს მე ძალიან და 20 გრამი. მეც ძალიან. ახლა. აბა ტომი და ჯეის უყურებ. ვაი, ეს მე არ შემჭამდეს ნეტა. უყრია, მაგრამ ეს უნდა გავიტყუო. მაგრამ არ დაგვაცეს. მოდი. აი ნახე, იქ ხო გავხსენ მე. აქ კიდე დავამატოთ. რა შენი ჯამი. არ დაცარიელდეს ხმერთ მარკნას. და დაგიყარე. ბონჩკა მოდი. სოხანი იყოს იქ. აი ბონჩკა შენ ჭამე მოდი ფისო. მე გარდაგაცდი შენ. ასე. ეხა ჩავხოთ ეს. ზეთ ჩიკი. ბიჭები წავიდნენ მასწავლებელთან მერებებიასთან. ეს ვართ გოგოები. Максимянечка, ჭამე დედა, ჭამე. ჭამე პატარა. თან ჭამს. თან იქიდან მე მაკონტროლებს, რასაკეთებსო. რასაკეთებსო ისო. თვითონ რამე სხვა არ შეჭამოსო. Mama, 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 mama,
რა არიები? კვერნა? Crayon? ჩვენთან არის, მოიცა მოგიტა. ფანქარი. ეს იმის crayons ეძებს. უიმე, რა ვიცი, აბა რაღა იპოვის ახლა სად არის? სად წაიღე, რა ვიცი, მე აქ ეგდება სადმე. მაგე ეს ცალკე გდია, ეს თუ შენ არ დაახურე და ისე დააგდე, გახმებოდა კიდევაც. ხო გითხარი რომ უნდა დაახურო მეთქი. აღარ ესე გახმება. ეს უნდა დაახურო თავსახური მერე თუ გინდა რომ დახატოს. თორე ეგრე აღარ დახატავს. აჰა. ეხლა რა მივაყოლო მაგას. ეს არის საფიქრალი. კარბურში ვიყიდე კომბოსტო. 55 თეთრი და კიბო ხალხო. ჭამე, აქეთ ნუ იყურები, ჭამე. იყავი იქ. ცოტა ხანი მანდ იყავი. ესა დანამინდა დიდი. კომპოსტო. კომპოსტო. ზედაფენა მოვაშოროთ. წყალი გადავავლოთ. და მოვჭრათ. ისე. მონჭკა აი ეს 3 დღეა ემასაჭამს აი ასე კომბოსტო Okay. Cherry დახატე? ყოჩა. ყოჩა, შემოსიყვარულო. ძალიან ლამაზია დე. ვერ ვხედავ მოვალ ერთი წუთი?
ორი სტრაუბერია, ჩემო სიყვარულო. One, two, three. მოვალ ერთი წუთი საჭმელს მოვიმზადებ. გინდა კვერცხი შეგიწვა, ევი? ძალიან. კიდე და ეგრე. კი, ლამაზია, ჩემო სიცოცხლე. Crayon. ხეშევჭამ. დავიდეთ და გაჩვენებთ რებია. გემრიელი უნდა იყოს რა. მერე ბაჭის სან უყარს დაბილა. დედალს კიდე დახატე, კი, დედალს კიდე კომბოსტო. ადრე მზულდა კომბოსტო. ახლა ყველანაირი მიყვარს. ხაჭო. დარბილი ხაჭო. მერტო ჩემო. აი, მესმის სადილი. ეს უკვე როცა კაიხანია ხარ დეფიციტზე. შენი კი, და ბაიებაჭი. ლამაზია. შენი კვება გასუფთავდა. ესე სწორები დაიწმინდა. აჭამა. ეს საჭმელი გეჩვენება ძალიან გემრიელი. სწორი ხა, ვინც ტორტებზეა. და ფენოვან ხაჭაპურებზე შაურმებზე, ხო? იმას არ მოეწონება. ამიტომ ნელ-ნელა უნდა გადახვიდეთ. არა უცებ. თუ არა და განწირულია მაი ამბავი. გრახისთვის.
ოჯახშია. საჭმელი რომელიც გიყვარს, ძალიან გემლელია. ეხლა ხალხო მოვიდუღოთ ჩვენი დამსახურებული კოფე. ეგრეა. როცა მშვენი ვართ და ნაყრებული ვართ, დესერტიც ძალიან კარგია. ოღონდ როდის არის ცუდი იცი? როცა საჭმელიც არის ძალიან დიდი ოდენობით ნაჭამი და ამ დიდ ოდენობაში უმეტესობა არის ნახშირწყალი. მერე ახლა თუ ტკბილს დააყოლებ კიდე, ეგ ის რომ ჯერ საჭმელი და მერე დესერტიო, მაგას აბათილებს. მაგას ჯობია მარტო დესერტი ჭამო, იმიტომ რომ კატასტროფაა ორმაგი დოზა ნახშირწყლის. მაგრამ თუ ჯერ ჯანსაღად შეჭამ, ანუ დაბალანსებულად და მერე დააყოლებ დესერტს, ჯერ ერთი უფრო ნაკლებსაც შეჭამ და მეორეც ერთი შაქარიც ისე არ ავარდება ზემოთ. ანუ ამ კუთხით კარგია და სწორია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დაბალანსებულად ჭამს ადამიანი და უმეტესობა ადამიანებისა, ვინც ბევრ ტკბილეულს ჭამს, დაბალანსებულად არ ჭამს. ასე რომ თუ ბევრ ტკბილეულს და ბევრ ნახშირწყალს თუნდაც პურს ჭამთ დღის განმავლობაში, ჯერ საჭმელი და მერე ტკბილი არ მუშაობს. ყველაფერს უნდა თავისი ცოდნა. და არასოდეს არ უნდა გაიგოს ადამიანმა არაფერი პირდაპირ მნიშვნელობით და სწორხაზოვნად. ანუ ეს გამოთქმა მაგალითად ვიღაცისთვის იმუშავებს, ვიღაცისთვის არა, ხო? ეგიან გამომდინარე, რაც მე ავხსენი უკვე. უკვე დიდი კატალისი თავის საწოლში. და ბატონო. ხალხო. ავაყოლოთ რაიმე გემრიელი. სნიკერსი და ხო. დედა რა? ზეკაია? კი. შოკოლადების საყიდელი მქონია და არ მწოდნია. არა, ეს შოკოლადს კი არ შევჭამ, პატარა სნიკერს შევჭამ. აღარა მქონდა. აუ. მაჩენე. ერთი წუთი ყავა გადმომივა, ერთი წამი ყავა გავაკეთო და მერე მაჩვენე. მოქმედების ნიმუში. კი, დავისხათ ყავა და წავიდეთ და მაჩენე. გუშინ ეს ყავა მგონი არც დამილევია. ახლა შევჭამოთ ჩემი დესერტი. ვისი ამოვნებ ამით და მე წავიკითხოთ კომენტარები. Okay? და ახლა
ტომიჯერს ხომიცას. ის გიყვარეს ბავშვობაში ტომიჯერი. და ვის გიყვარეთ მაგალითად ჯერი. მე მგონი ჯერი უყვარდა, მეც ჯერი მიყვარდა. ჰერა ტომი რა ცოდოა. რა ვიждები მე რა ხვდები ცოდო მაგათ შორის ამებში რომელია. აი, თან ჩემ გოგოებთან მაგ ერთი ამბავი ხალხო. აუ როგორ მიყვარს გიждები ამაზე. მაგაია. ნანა. წელს თოკოც აბარებს ხო ნინ რა მაგარია ორივე სტუდენტი იქნებით მეც სტუდენტი მეყოლება წელს უფროსი გოგო წარმატებები ძირფასო შენს უფროს გოგონას წელს თოკო არ აბარებს თოკო აბარებს მომავალ წელს იმიტომ რომ ახლა მე 12 კლასშია წესით 6 წლის რო შემეყვანა კი წელს უნდა აბარებდეს მაგრამ ჩემი ორივე შვილი 7 წლის შევიყვანე დავთვლიო ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო ეგ იმიტომ რომ მე შემიყვანეს 5 წლის და ჩემ კლასში ისხდნენ 7 წლის ბავშვები, რომელიც 2 წლით ჩემზე დიდები იყვნენ და 2 წლით ჩემზე წინ იყვნენ ცხადია. და ძალიან არასწორი იყო ჩვენი ეს დასმა. და მე მინდა რომ ჩემი შვილები ის ადამიანები იყვნენ, ვინც მაქსიმალურად მზად იქნებიან სკოლისთვის. ანუ გულისხმობ ფსიქოლოგიურად და ასაკით. ამიტომ 7 წლისები შევიყვანე. მე არავის არ მოუწოდებ, არავის არ გამსჯი. ვამბობ ჩემ აზრს. ევასაც ეგრე ვაპირებ. ანუ უცებ და ჩქარა. რა ვიცი, ერთი რო გკლავენ, მაშინ უნდა გაიქცე, თორე დანარჩენი აუცბადები არაფერი არაა, კაი და თან ჩემი გამოცდებიდან მე მახსოვს ისეთი პატარა რა ვიყავი. ასე ტრიალებული სულ სკამზე აი. ახლა მე იმიტომ შემიყვარეს, რომ დედა არ მყავდა და სახში სუტილი და მოთქმა და გოდება და უბედურება იყო და ჯობდა სკოლაში უყოფილიყავი და გასაგებია, მაგრამ ზოგადად ანუ როცა ნორმალური მდგომარეობა ოჯახში ბავშვს გააჩნია რა თქმა უნდა მაგრამ აი მე რა ესე მირჩევნია მე აქვთ ბევრი სამეცადინო ის და ეგ მაინც არ აცდებათ და ამიტომ 7 წლისები შევიყვანე მეც მოგიდა. ხათუნა. ჩემმა შვილმა რუსული ჩაბარა 4 წლის უკან რუსული ნორმალურად იცოდა და 2 კვირა მოემზადა მასწავლებლად მეტი არ დაშიდა. ტესტები ჯებს როგორც იცი, შენ შეძლებ ძალიან მარტივად ცოტა წაიმეცადინე და იგა. ზუსტად ვიცი არ გაგიჭირდება. აბა წარმატებები და შემართებით. მადლობა ჩემო საყვარელო. ტესტები შევედი ნაეგჯის და არ არის. ანუ არ ხსნის. რავი კიდევ ნახავ. ირინა ნინი ბევრი ჭამა არ ყოფილა კარგი ჩემი ბიჭი მეჩხუბება ბერს ნუ აჭმევ ანუ კატაზე არა და მარტო თავის საჭმელი უყვარს სხვა დიდად არაფერი და ეხლა დღեսით ძალიან ცოტას ვუყრი გასუქდება და ავად გახდებაო ცხოველებსაც სჭირდება ზომია ეჭამა ჩვენსავით ჯანმრთელები რომ იყვნენ რაც შეეხება შენ ჩანაფიქრს ნიჭიერი ხარ და ყველაფერი გამოგივა წარმატებები კი ძვირფასო რა თქმა უნდა ვიცი ცხოველებს სჭირდება ზომიერი კვება მაგრამ ნახე როგორ არის ბონჩიკაც რომ მოვიყვანე ეხლა მე რადგან მაგ ცდილება ცხოველების სკოლის ესე სიცოცხლე და კვებასთან მუშაობისაც ესე ვასტაბილურებ ხოლმე ამ ბავშვს ბოინჯიკაც რომ მოვიყვანე ბოინჯიკა ყავდა ცხოველებს ვინც ყიდის იმ ადამიანს და ცხადია ახლა იმას იმდენ საჭმელს ვერ აჭმევდა მით უმეტეს ლეკვი იყო და ლეკვის ჭიხუს საჭმელი იაფი არ ღირს და შესაბამისად ძალიან დოზირებულად და ძაღლი იყო სუმშიერი და რომ მოვიყვანე ესე იგი სუჭამდა და ანუ მედგა მესაჭმელი მე დოზირებულად არ ვაძლევდი მედგა საჭმელი და ბოლოს ბონჩკა ანუ ეს საჭმელი იდგა და ანუ არაფერს აღარ ჭამდა ანუ რომ დარწმუნდა იმაში რომ საჭმელი აქვს
საჭმელს არავინ არ წართმევს და მშიერი არ დარჩება. რა თქმა უნდა, შენელდა და ეხლა აგერ 3 დღე ჭამს ხოლმე ერთ ჯამს. ხო, და პლუს რა თქმა უნდა, ჯანსაღთან ამატებს ვაძლევ კვერს, ფილეს და ეგრე. ეხლა რაც შეეხება კატას, კატა ძალიან პატარა ასაკში დარჩა დედის გარეშე. რამდენიმე დღე იყო სუმშიერი, იმიტომ რომ გიჟივით ჭამდა რომ ამოვიყვანე თითი მომაკბიჩა ლამის. ხო და შესაბამისად, როცა ბავშვობიდან შიმშილი გამოსცა და ჯერ კიდე აქ ის შეგრძნება ფსიქოლოგიურად, რომ აი საჭმლის დანაკლისია და იმიტომ ჭამს ამდენს, თუმცა ამ ბოლო დროს ისე მალე აღარ ათავებს ჯამს, არა და იზრდება, მაგრამ როგორც ათავებთ ძალიან პაწუკარო იყო, ეხლა ისე აღარ ათავებს ჯამს, თლიანს, როგორც მაშინ ათავებდა, აი ეხლა არა და გაიზარდა. და ეხლა ეს კატა მე ესე ვატყობ, რომ თან ძალიან დიდი კატა იქნება ტანად რა და რადგან დიდი კატა იქნება, ძალიან იზრდება და ბევრი საკვები ორგანიზმსაც ჭირდება და ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაც აქვს და ამიტომ და აქედან გამომდინარე მიდგას და არ ვუშლი რა თქმა უნდა, მაგრამ მასაც როგორც ბონის, როცა დარწმუნდება რომ საკვები აქვს და ნორმალურად იკვებება, დაუსტაბილურდება. კი, რა თქმა უნდა, პირადი ღორმუცელობა შეიძლება ქონდეს ხასიათში და რაღაცა, მაგრამ ეხლა მაგას მე დავარეგულირებთ, რომ მოიზრდება ცოტა. დიდი მადლობა წარმატებებისთვის და დიდი მადლობა ზრუნვისთვის. ინგა ნინი საყვარელ საინტერესოდ საუბრობ. ევა მომიკითხე აუცილებლად ძვირფასო. სანდრო შემაგოგომ ჩააბარა რუსული. მოვამზადე მე დედამ, რომელსაც განათლება რუსული მაქვს. სალაპარაკო რუსული იცოდა. გრამატიკული რუსული ვასწავლე წიგნი. учебник русского языка для грузинов. ყველაზე მაღალი ქულები რუსულ შეიყო. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა თემის დაწერას. ლაპარაკი იცი და გრამატიკა წაიმეცადინე და ყველაფერი კარგად იქნება. წარმატება სწავლა არასოდეს აგვიანი. აი გრამატიკა მე არასდროს ვიცოდი რუსული, იმიტომ რომ სკოლაში არასდროს გვიტარდებოდა. აი ეს იყო წიგნი, რომელთაც მე ჩავაბარე ეროვნულები. რომელთაც მე ვივარჯიშე უფრო სწორად, ვიმეცადინე. ხო, და ისა, ეხაც მაგითი ვაპირებ, რა ვიცი, აი ეს არის. არა, ეს არ არის, რომელთაც ჩავაბარე. ვიცი რატო? ამას 2012 წელი აწერია და მე კიდევ 2007-ში ჩავაბარე. აი ესეთი მსგავსი წიგნი მახსოვს. ვიყიდე, ჩემით მოვემზადე. და მოკლედ ამითი ვაპირებ, აი ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი, სავარჯიშოები. უბრალოდ ახლა ნახე რა პრობლემა მაქვს. პრობლემა აქვს ეგეთი, რომ მაქვს პანიკა, რომ ვერ მოვასწრებ. ახლა რატო? ნახე. დილას რო ვიღვიძებ, ფანჯარაში სანამ ემასწიმავს, მეცადინეობ. მერე, აი ხა მაგალითად ვიდეოს ვიღებ და მერე უკვე გარეთუნე წავიდეთ. მერე გარეთ რომ მოვალ საჭმელი და მოვამცადო და მერე ვჯდები. მაგრამ მე რო ვჯდები, ევას უნდა თამაში, მაგასთან რო ვიყო ყურადღების მიქცევა და რაღაცა. ამიტომ რო ვიწყებ კითხვას, მაქსიმალურად გადააქვს ჩემი ყურადღება. ანუ იმას მეუბნება, იმას თხოვს, იმას მავალებს და რაღაცა რა. ნუ ბუნებრივია ხა ბავშვია. მიჭირს მასე მეცადინეობა, მაგრამ ვახერხებ და ვიცი რომ მივეჩვევ პრობლემა არ არის. მაგრამ დღის განმავლობაში ვიღლები ნუ პლუს კალორიებს ვითვლი, პლუს მარათონი მიმყავს, პლუს YouTube მაქვს, პლუს 10-12000 ნაბიჯს დავდივარ. ანუ ვიღლები ფიზიკურადაც ვიღლები, გონებრივადაც და საღამოს მე საღამოს ადამიანი არ ვარ. მაგრამ საღამოსაც მეცადინეობ. საღამოს მეცადინეობა მე მიჭირს, დილას მეცადინეობა არ მიჭირს, მაგრამ საღამოს ადრე მე ვერ ვიძინებ, იმიტომ რომ ევა არ იძინებს ადრე. აი ეგაა პრობლემა. და ადრე რომ ვერ ვიღვიძებ საღამოს, ადრეც ვეღარ ვიღვიძებ. ხვდებით? არა და მე რომ ადრე ვიღვიძებ, ადრე ვიძინებდი და ადრე ვიღვიძებდი, დილას გაცილებით მეტ ინფორმაციას აღიქვავს ჩემი ტვინი, ვიდრე საღამოს. და თან მე ძალიან სწრაფად ვკითხულობ, ამ ხელა წიგნებს ვკითხულობდი დღეში. ხო და აი რაღაცნაირად ისე დავასტაბილურო, რომ არ მქონდეს პანიკა, რომ ვერ მოვასწრებ, იმიტომ რომ მასალა არის ზღვა. ქართული ენა და ლიტერატურა ცალკე უდიდესია, გრამატიკას ცოდნა უნდა, რა თქმა უნდა და კი მე ვიცოდი, მაგრამ გახსენებას დრო სჭირდება. ისტორია არის ზღვა მასალა და პანიკაში ვარ. მოვასწრებ თუ ვერა. ანუ ის ხო ვიყიდე კონსპექტი. მარტო კონსპექტიდან წავიკითხე, მეთქი აქედან თქო, მაგრამ კითხვები რაც არის მარტო კონსპექტიდან თუ წაიკითხავ, იმ კითხვებს ვერ პასუხობს სრულფასოვნად რა. ანუ არ გაქვს სრულფასოვანი ცოდნა, ამიტომ მოწაიკითხო სკოლის წიგნები. სკოლის წიგნები რო ვკითხულობ, სკოლის წიგნები მე-10 ორი ნაწილი, ისა საქართველოს და ორი ნაწილი მსოფლიო, მე-11-ც ეგრე და მე-12 კიდე ერთი წიგნია, სადმიდევს. არ დავდე კაც. იქით წავიღე?
ერთი წიგნია მოკლედ. საჭანდობაში. აი იქ არის. აგე. ხო და მაგ საშინელი პანიკა, რომ ვერ მოვასწრებ ამ ყველაფერს. და მე რა ვიცი რას ვეცებ, ნერვიულობ, ეს ალკე მათლის ძალას და ესე. და მე ვფიქრობ, რომ ვერ მოვასწრებ და რასაც მოვასწრებ, იმ ცოდნით გადიეხა რა ვქნა. ანუ ისეთები მოხვდნენ, რომ სადმე მაინც მოხვდები, თან ჯავახიშვილში მაინც ვერ მოხვდები. ლილიაუნიშიც არ ვიცი, იმიტომ რომ ბიოლოგიას აქვს პრიორიტეტი. ხო და რავი. კიდე ახლა დღეს უნდა დავიწყო და ჩამოვძებნო კიდე რა უნივერსიტეტებია რა, ანუ სახელმწიფო გადასახადი რასაც აქვს, ანუ არა 4000 და 5000 ლარები, ან რამე 2250 და ისა რომლებია კიდევ გარდა ილეონისა. სოფონინი საყვარელო მე სამი გოგოს დედა ვარ. წელს უფროსმა ტყუპებმა ილეონის ჩააბარეს, ორივე ერთად მოხვდნენ ილიაში და ერთ ფაკულტეტზე და ერთ ჯგუფში. აუ რა მაგარია, ეს ძალიან დიდი სიხარული იყო. გადასახადი შეგიძლია ორჯერადად, 4, 6, 8ჯერადად გადაიღო. მართლა? ჩემ დროს მარტო ორჯერადად იყო. 8ჯერადად ვიხდით თვეში დაახლოებით 285 ლარია. მესამე გოგო მეხუთე კლასია ჯერ. შენ ისეთი ყოჩარი ხარ, ყველაფერი გამოგია, უფალი იყოს შენი მფარველი და წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა, ძვირფასო, უღრმესი მადლობა. მე წარმატებებს გისურვებ შენ და შენ სამ ანგელოს უძვირფასესებს. წარმომიდგენი რა ამხელა სიხარული იყო, რომ ჩააბარეს და თან ერთად რომ მოხდნენ კიდე 18 ტყუპები. ძალიან მაგარია. ნინიკო, შენდა ჩააბარო ყველა ოცნება უნდა აიხდინო, ყველა ქალს უსურვებ ოცნების ასრულებას ჩემო გოგო, მეც ძვირფასო, მეც. ირმა, წარმატებები ჩემო ნიჭია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად ძვირფასო, აბა რა. ლელო, ნინი, მიყვარ ხარ, მეც ჩემო საყვარელო. სენდ, ნინი მაგისტრატურას აბარებო, წესით მაგისტრატურა და დოქტორანტურაც გავლილი უნდა მქონდეს, მაგრამ რადგან მე ჯერ ავირჩიე რომ დამეწყო ბავშვების ამ ქვეყანაზე მოყვანით, მოვლენით, ამიტომ ბაკალავრიატს ვიწყებ თავიდან. ანუ გზას ვიწყებ თავიდან. მარიამ ნინი ლამაზო, როდის გგავთ ნაძვის ხეს? მე ნაძვის ხეს დავდგი დღესო. აი, რა საყვარი ხარ, მე ძალიან მინდა რომ დავდგა და ვერა ვერ მივედი მაქამდე. გაიხარა ნინი, ასე ენერგიებით ახსილი და სიხავის ნაპერწკალით მოჩუქჩუხე გულისცემა, როდის ქონდა არც კი მახსოვს მგონი, არც არასდროს ორი ჭიქა წყალი დილით. ეს სულ სხვა შეგრძნებებია და ეს შენი დამსახურებაა, მადლობა. კალორიების სხვა დავიწყე, სამზარეულოს სასწორით შევიძინე. ყვავილი, თეთრი გეორგინა და მზესუმზირა. მზესუმზირამ სამზარეულოში დაიდო ბინა სასწორის გვერდით. ყოველთვის ელსასაკოს წონი დაგლოცავ შენი ოჯახით, ასეთ ძირფას ცოდნას რომ გვიზიარებ, მე ამაყები ჩემო გოგო. PS-ი შენს ვიდეოებს წონაში კლებაზე ვუყურებ და ერთდროულად ბედნიერდები და წინსვლის სტიმულს ვღებულობ სასიცოცხლო საკვებად. მიხარია რომ არსებობ. PS-ი ექიმა დიეტა დამინიშნა და დღეს ვფიქრობდი, ხომ არ დაურეკო და გავაუქმებინო დიეტა თქო, ისე მე სიამოვნა ეს კალორიების თვლა. და ასე კვებას ასიამოვნო შეგრძნებებით ვარ სავსე. ვაიმე როგორ გამახარე შორენა შემოსაყვარელო. წარმატებები და სულ წინ და წინ და წინ იარე. თამლა ნინი ნაექზე ნახე ტესტები თვითონ ეროვნულებზე რა მოვიდა წინა წლებში თვითონ გამოცდა და რუსულს არ ხსნის, ანუ გავხსენ და ისა ყველას ხსნის, რუსულს არ ხსნის. მე ჩავაბარე რუსული ოღონდ წლების წინ, რადგან პროცენტულად ცოტა აბარებს ტესტების ნაკლებია. ნაექზე დევს სხვადასხვა წელს გამოყენებული ტესტები დააწყებული 2006 წლიდან 2025-მდე და გამოგადგება ძირითადი ცვლილება რაც შევიდა ის არის რომ მოსასმენი დავალება დაემატა სხვა ყველაფერი თითქმის იგივეა. PS-ია ძალიან საყვარელი და ფაქტიურად პირველი კლასის პროგრამა უკვე იცის ინგლისურში ბევრი წარმატება მას მადლობა ძვირფასო. ხო, ანუ მოსასმენი ჩემთვის ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ანუ მესმის აბსოლუტურად ყველაფერი. ანუ ჩემთვის ერთადერთი პრობლემა რაც არის, სწორად დავწერო. აი ეგ არის, სწორად დავწერო. და თუ მაგალითად მექნება ტესტების ნიმუშები, რომელთაც ვიმუშავებ, ანუ უფრო დამეხმარება რა. მაგრამ ნაიგზე რომ შევედი, ანუ აი გახსნა და ცარიელი ფურცელი გამიხსნა, ხვდებით? კიდევ მოცადო. მოკლედ ასე შემოძვირფასებო, კაი დღეს გისურვებთ, ერთად დავიწყეთ დღე, წარმატებები არასდროს არ დანებდეთ, არასდროს არ ფიქრთ, რომ რაღაც არის გვიანი, ან რაღაც არის ადრე, არა. როცა შენს გულში რაღაცა შემოვიდა და როცა მორალურად, ფსიქოლოგიურად, გონებრივად, სულიერად, ფიზიკურად შეგიძლია ამის განხორციელება დაიწყო, ზუსტად მაშინ არის ამის დრო, ასე რომ არც არასდროს არის გვიანი და არც არასდროს არის ადრე, როცა შენ მზაობა გაქვს. ასე რომ
ეს გზავნილი სამყაროსგან თქვენო, თუ რაღაცა გულით გინდა, მთელი სამყარო დაგეხმარება ამის მიღებაში და მიღწევაში. აი როგორც თქვენ მეხმარებით და ბალეს შეკავთ და გულს შებატკივრობთ. და ასევე, რა თქმა უნდა, არც არასდროს არის ადრე, არც არასდროს არის გვიან, როცა შენ ამის საუბა ყველანაირი, ესე იგი ახლა სწორედ ამის დროა. და თუ არ გააკეთებ, მაგას ინანებ. იმას რო გააკეთე, არ ინანებ არასდროს. გამოიწერეთ არხი.